აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს შეხვედრა გაიმართა. დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე, ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს სამომავლო გეგმებსა და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს გაერთიანების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხში ქართულ-აფხაზური საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე. აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს მონაწილეობით მსგავსი შეხვედრები აქტიურად გრძელდება და მისი მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სფეროში ღვაწლმოსილი წარმომადგენლების ჩართულობით მათ კვალიფიკაციაზე, ცოდნასა და წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით სახალხო დიპლომატიის გაძლიერება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების ხელშეწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივ ანგარიში, განსაკუთრებით აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა ჩვენთან, წარმოადგენთ ეს თქვა ჩვენს განხორციელების საქმიანობის ანგარიშს მათ მიმართ. მივესალმები იმას, რომ ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ ყველა მინისტრები საბჭოს მიმართ და ვეცდებით, რომ ამ ანგარიშვალდებულება იყოს პერმანენტული და ესე თქვა კვარტალში ერთხელ მაინც შერიგების მიმართულებით ვიყოთ აქტიურად ჩართულები და ჩვენი საზოგადოების ერთიანობის საფუძველზე ჩვენ მოვახერხებთ და შევძლებთ ბევრი ძალიან წარმატებული შედეგის და პროექტის განხორციელებას. შეკრების მიზანი ეს არის საზოგადოებრივ საბჭოს და მის გარშემო მყოფმა აფხაზეთის საზოგადოების მნიშვნელოვანმა წარმომადგენლებმა შეიმუშავეს აფხაზეთის სამშვიდობო პლატფორმა. ეს არის ღონისძიებათა და პროექტების დიდი ნუსხა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მხარეს შერიგების. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ყველას, ვისაც კონფლიქტი მშვიდობიან დარეგულირებაში შეუძლია თავის წვლილი შეტანა. ჩვენ უნდა ვიაროთ სწორად და რაც შეცდომები დაუშვით, ვიკმაროთ ჩვენს და ყველამაც. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის, რაც გქონდა. რითი წამოვედით იქიდან, რითი ვიცხოვრეთ. ასეული წლების განმავლობაში ვიცხოვრეთ და ჩვენ შორის არ ყოფილა ის, რაც მოხდა. ეს ხელოვნურად შექმნილი, ვიღაცის დახაზული პროექტი არა მოიტანა. შეურიგდეთ ამ ხალხს, გავაგებიოთ, რომ ჩვენ მტრები მაგათი არა ვარ, რომ ჩვენი ჩამოსვლა აფხაზეთში ეს არის აფხაზეთის აღორძინება, წინსვლა, ბედნიერი ცხოვრება და მაგათი მომავალი. აფხაზეთის დაბრუნება აუცილებლად უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით. სამშვიდობო პოლიტიკის შედეგი უნდა იყოს ეს. და დევნილების დაბრუნება კი არ არის მთავარი აფხაზეთში. აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს სახელმწიფოში აი ეს არის უმთავრესი პრობლემა. და ყველა აქ ვინც ვართ, მოწადინებული ვართ ამ მიმართულებით. მშვიდობის გზით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი. ამისთვის ჯურდება დიალოგი.